მოში ზაგანია დარტყმა იქნება ჯინჯოლავას გასროლა და ხარიხაც ხდება ბურთი. რა მაგარი დარტყმა იყო და გადარჩა ტყიბულის მეშახტი ამ ეპიზოდში შეიძლებოდა ანგარიში გახსნილიყო. გიორგი ჯინჯოლავას დარტყმა მოხდა ხარიხას. კიდევ ერთხელ ნახავთ ამ ეპიზოდს გამეორებაზე შეიძლებოდა ესე პირველივე წუთზე გაეხსნა, პირველ წუთებზე გაეხსნა იბერიას ანგარიში. რომ აი ეს თამაში გადაიდო და აი ახლა უწევთ მხოლოდ ჩემპიონთან დაპირისპირება შოუნაძის კარის მიმართულებით დარტყმა და ხედავთ ზოურის პასი ზუსტია ჯინჯოლავა გაუშვა ბურთი კარის მიმართულებით და არაზუსტია დარტყმა. დადიანი კარგი მომენტია ბედოშვილზე გადაცემა ბედოშვილი საჯარიმოშია დარტყმა და აცდა ბურთი კარს გოშთელიანი თუ შერბოდა არა უნდა დაერტყა ბედოშვილს და ნახოთ ჩაწოდება საჯარიმოში და არეულობა და იქნება კიდევ ერთი კუთხური ნახოთ ნახოთ გადაწყობილებას ამ გამეორებაზე ასე ჩანს რომ ხელზე ხდება ბურთი ამ რაკურსზე არა ისე ახოთ რას გადაწყვეტს არბიტრი იმ გამეორებიდან პირველ გამეორებ რომელიც იყო გამოჩნდა რომ ხელზე მოხვდა ბურთი გურდაძეს და ნახოთ 11 მეტრიანი ენიშნება ჯინჯოლავა შოუნაძე ჯინჯოლავა დაარტყა და გაიტანა 1-0 იბერია დაწინაურდა დღევანდელ დაპირისპირებაში მატჩის 53 წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ მოახერხა პენალტის გატანა კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ჯინჯოლავას დარტყმა კუთხე კი გამოიცნო შოუნაძემ მაგრამ გატანა აღება ვერ მოახერხა ეს არბიტრმა მისანიშანი პაპუაშვილი იყო დარტყმა და თორნიკე მეგრელიშვილი განაახლებს თამაშს. ფად მოაწოდეს აუტი, ფაცაცია, ცრუ მოძრაობა რა კარგი იყო, ჩაწოდება საჯარიმოში. აქ ხელით იჭერდა აშკარად წააქცია შუბითიძე და აი ამაზე მიუთითებენ არბიტრს. აღდგა გრძელდება შეტევა, ბედოშვილი შევიდა საჯარიმოში, პასი გააკეთა ზაგანიას დარტყმა 2-0 ხდება ანგარიში. აი ხერხაძეს ეკამათება მირიან ჯიქია, ორი გოლი. ეს კი ბედოშვილის ეპიზოდი, ბედოშვილის გადაცემა, ზაგანიამ კარგად დაარტყა და შოუნაძემ ვერ მოახერხა მოგერიება. ამიტომ ზაგანიაზე რისი თქვა შეიძლება ძალიან კარგი შემტევია. ამ ფეხბურთელს შარშან ქონდა, ასე რომ ვთქვათ, გაბწყინება ეროვნულ ლიგაში. შუბითიძე ჩააწოდა საჯარიმოში ქურდაძე თავი ჩააბრუნა ბურთი არეულობა პიმენტელი 2-1 მეშახტემ გაიტანა ანგარიში ხდება 2-1 და გოლის ავტორი არის ირაკლი სიხარულიძე მორიგი გოლი ეროვნულ ლიგაში სიხარულიძემ არ აღნიშნა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გატანილი გოლი არეულობა და მე სიხარულიძე იქ იყო სადაც უნდა ყოფილიყო აი ასე მეშახტემ მოახერხა ერთი ბურთის გატანა დადიანი პასი ბედოშვილზე ბედოშვილი მიიღო ბურთი საჯარიმოსთან დარტყმა შოუნაძე ბრავო ურთულესი ბურთი მოიგერია ლევან შოუნაძემ ამ ეპიზოდში კიდევ ერთხელ დარტყმა და ძალიან რთული ბურთი ყოჩაღ ლევან შოუნაძეს ამ ეპიზოდში ჩაწოდება საჯარიმოში და არეულობა აიღო ბურთი მეგრელიშვილმა გადარჩა ამ ეპიზოდი ბერია შუბითიძე ფაცაცია ბურთთან ფაცაციას პასი კარგი გადაცემა შუბითიძე ჩაწოდება ნახოთ კვირკვია როგორ დაარტყავს და გადარჩა ამ ეპიზოდში იბერია მათე კვირკვიას დარტყმის შემდეგ შეიძლებოდა ანგარიში გათანაბრებულიყო აი ასე ბოლო წუთებზე მოუმატა მეშახტემ და ფაცაციას ჩაწოდება საჯარიმოში პიმენტელი 2-2 ერიკ პიმენტელმა გაათანაბრა ანგარიში
2-2 94 წუთზე ბრაზილიელის გოლი. ეს ეპიზოდი ფაცაციას ჩაწოდება და მშვენიერი თავური დარტყმა ერიკ პიმენტელისა. ძალიან კარგად დაარტყა ბრაზილიელმა და წონასწორობა აღადგინა. 2-2 და 1 წუთი იყო სათამაშო დრო. ეს არის მაქსიმუმი ყიბულის მეშახტე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან არ მარცხდება. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმაც ნახეთ. ლევონ შუნაძე იყო ძალიან კარგი. ასეც არის ფრე 2-2 ტაბლოზე და ერიკ პიმენტელს ბრავო, რომელმაც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.